მორიგი მოგზაურობა გვაქვს გურიაში და გავჩერდით შროშაში. შროშის ახალ თიხის ბაზარში, ასე ვთქვათ და უნდა შევიძინოთ თიხა, იმიტომ რომ დავაანონსებ აქვე, რომ მოვამზადებთ ამ წასვლაზე, ესე იგი შქმერულს, რისთვისაც მჭირდება თიხის ჭურჭელი, ასევე მოვამზადებთ ჩაქაფულს, გაზაფხულის გაღვიძებასთან ერთად ჩაქაფულს, ახალ ტყემას, ახალ კარტოფილს და ფხლოვანას. და ამ ყველაფრისთვის ახლა მჭირდება მე უშუალოდ თიხა კეცისთვის, კეცი უпростоრად თიხისთვის და კი არა და კეცის თიხა, თიხის კეცი, რომ შქმერული გავაკეთო და აქვე ვიყიდი თიხის ჭურჭელს, რომ ჩაქაფული მოვათავსო სერვირებისას. აგერ რა ამ კაცთან მოვიდეთ. კაი გამარჯობა ბატონო ჩემო. როგორ გძანდებთ? ესე იგი მე მინდა თიხის ჭურჭელი მინდა შქმერულისთვის, ოღონდ ცოტა მოზრდილი მინდა რა, რომ მინდა რომ დაჭრილი ქათამი კი არ ჩავდო, წლიანი ქათამი ჩავდო და ისე შევწვა. აქვე თიხის ჭურჭელი მინდა რომ ჩაქაფული მერე ჩავდო კარგად და თბილად მქონდეს შენახული. რას მირჩევ? ეგ შენ ხარ ამის სპეციალისტი და შენ უნდა მირჩიო. ჩაქაფულისთვის აი ეგენი არის კარგები, რასაც ქვია ჩაქაფულისთვის, რომელიც აი გაზზე, სიტყვაზე რომ გაზი არ იქნება, ცეცხლი იქნება, მაგრამ მომენტში შეიძლება გაზის დაგჭირდეს და რა მოხდა, იმიტომ ხო. სადამ გასაანთებ თავიდან დადევით დაბალ ტემპერატურაზე. კაი. და თიხა რო შეთბება, მოუმატებთ პარი მაშინ. კაი. გასაგებია. გამორეცხვის დროს აი დამთავრდება რა საკვები შიგნით. ჩვეულებრივად საჭმელის სოდით. საჭმელის სოდა გამოავლეს შიგნით და ჩვეულებრივად საჭმელის სოდით გამორეცხეს. ჟელი არ იხმარო უღო. კარგი ბატონო, სხვა რამე ის ხო არ უნდა კიდე? სხვა არაფერი არ უნდა, ჩვეულებრივად კარგები არის. კარგათაა გამომწვევი. კაი. კეციც მირჩიე ახლა და ეგ. აგიჩეთ ახლა გელოცვალე. და კეცზე რამე რჩევა ხო არა გაქვს, როგორ ვიხმაროთ? აი ბუხარს სადამ აანთებ. ბუხარს სადამ მანამდე აი შეშას რომ დაალაგებ, ზემოდან გადალაგე და მოვუკიდეთ მაშინ ბუხარს ცეცხლი. არა, იგივე პრინციპი ხო არ არის, რომ ნელი ცეცხლიდან ზემოთ ხო არ უნდა? ჩვეულებრივად. შეიძლება მომენტში ან გაზზე და დაგჭირდეს ამ წვადში და ჩვეულებრივად დაბალი ტემპერატურაზე. ჩვენი მაყურებლისთვისაც რომ გაკვეთილი იყოს ეს ყველაფერი. ხო, აი ეგ ზომა მშვენიერია. მშვენიერი. არის კარგი, ოღონდ ეგიც იგივე ტემპერატურაზე გაზზე რო დაგჭირდეს სიტყვაზე წვადის რამე დაბლიდან ზემოთ ავდივართ. აი თიხა შეთქვა, მოუმატებ პარი მაშინ. კაი ბატონო. კარგი, იყოს ეგორი პროდუქტი იყოს და სხვა თუ რამეგნებათ რა ვიცი პაპა. ეს ისეთი ადგილია, რომ ყოველთვის გზადაა და ყოველთვის გვეცოდინება, რომ შეგვიძლია შემოვლოთ. კაი, ეგორი იყოს, წავიღებ მაგას. ვიყიდეთ უკვე ჭურჭელი რაც გვინდოდა და დავიძრებით გურიისკენ, მაგრამ რაც არ მომწონს ეს არის ამინდი, მოღრუბლია, შიგადაში გწვიმს და იმედია რომ ხელს არ შეგვიშლის და გზად ეკალა თუ სადმე ვნახე, ის წმინდა რომ მოვწყვიტო რა. წავედით. გზად რო ვთქვი ეკალა თუ შენ ხვდა აუცილებლად მოვკრებთ, ხო საჯავახოდა რომ გადმოუხევთ ჩოხატაურისკენ, აგერ უკვე იწყება ეკალას ბუჩქები და აგერ კი შენ ხვდა და მოვკრებ. მინდა რომ ამით არ გავაკეთებ არც ფხალს, არც დავაძმარებ. უბრალოდ მინდა რომ სალაც რო გავაკეთებ, გავაფორმო და გავამდიდრო ეკალას ნორჩი ყლორტებით. და ვინიცის კიდე გურულად ამას რა ქვია, ეკალას რას ეძახიან. და ნახე დაცვარულია, გარეცხილია უკვე. კაი, ვინც არ იცით, გეტყვით რომ ძიგურა ქვია.
ასე რომ სალატს გავაკეთებთ ძიგურას ყლორტებით. დღეს მოვამზადებთ ქართული იდენტობის გამოხატულებას, გაზაფხულის ზეიმს, ბუნების ზეიმს, მის აღმატებულებას, ჩაქაფულს. რაც მთავარია, ჩაქაფულისთვის არის მწვანილი აუცილებელი და ხორცი. ამ შემთხვევაში ბატკნის ორიგინალურ ვერსიას მოვამზადებთ და გეტყვით თუ რა აუცილებელი ნიუანსებია საჭირო იმისთვის, რომ კარგი ბატკნის ჩაქაფული გამოგივიდეს. იმასაც ვიტყვი, რომ რამდენი ოჯახიც არსებობს საქართველოში, იმდენი მაგარი ჩაქაფული არსებობს. იმიტომ რომ ყველა ვინც ამზადებს, მისი ჩაქაფული არის უნიკალური და ყველაზე გემრიელი და ამიწევია ხელი. მე დღეს შემოგთავაზებ ჩემი ვარიაციის, ჩემი გაკეთებული ჩაქაფულის ტექნიკას და ტექნოლოგიას. ამისთვის დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით ტარხუნა. აქ მაქვს მე 4 კილო ბატკნის ხორცი და 8 კონა საშუალო კონა ტარხუნა. 8 კონა ცოტა ერთი კიდე დავამატე 9 კონაზე ავედი, იმიტომ რომ მსხვილი ღეროები როცა იქნება, იმას გავარჩევ, რომ ჭამის დროს მე მოხარშვისას ეს სქელი ღერო არ შეხვდეს უხეშად ჭამის დროს. და დანარჩენი მთავარი არის რა თქვი ტარხუნა, შემდეგ მოდის იგივე რაოდენობით ქინძი და მისი ნახევარი სხვა დანარჩენი ბალახეული, მწვანე ხახვი, მაკიდო, გურულად არის მაკიდო ისე ოხრახუშეძახიან, კი არა და ოხრახუშეძახიან და გურულად მაკიდოა, გვაქვს ქინძი ვთქვი, მწვანე ხახვი ვთქვი, აგერ ეზოს ნიორი გვაქვს კიდე ახალი და მწვანე წიწაკა. გვაქვს ღვინო, გვაქვს ეზოს ტყემალი და სხვა რა დაგვრჩენია იმისთვის, რომ გემრიელი ჩაქაფული გავაკეთოთ, დავიწყოთ. მწვანილი დაჭრილია ყველა სახეობა, გამზადებული, ეხლა გადავიდეთ ხორცზე. აქ მინდა ვისაუბრო თუ რა ნაწილი არის უკეთესი, თუმცა ბატკანი აქ დაახლოებით 4 კილო ხორცი არის, რაც ნიშნავს იმას, რომ ბატკნის ნახევარი არის ასე თუ ისე. ანუ მთავარი არის რომ ძვლიანი ნაწილებით შევურიოთ, რათა ბულიონი უფრო ინტენსიური გამოვიდეს და ასევე ბარკლის მხარეც რომ ხორციანი ნაწილები შეგვხვდეს. ეხლა გავაკეთებ, აქ მაქვს დუმა კიდე,
ბატკნის დუმა და სადაც უკვე არცთა სხვადასხვაობა არის საზოგადოებაში, ბევრს მოსწონს, უпростоრად ბევრს არ მოსწონს, ცოტა ადამიანს მოსწონს ეს დუმის სიმძაფრე, ცხიმი, ამიტომ მე დღეს გამოვიყენებ ცოტა დუმას და პირველ ეტაპად მე ვდებ არა მწვანილს, არამედ წვრილად დაკეპილ, დაჭრილ დუმას და ასევე გავუკეთებ ჩემს საყვარელ ლურპაკის კარაქს, რომ დუმის და კარაქის ცხიმი ერთმანეთში დაბალანსდეს ისე და შეხმატკბილდნენ, რომ ის მძაფრი გემოები, რაც თქვენ ყველას აქ ვინც ხართ ირგვლივ და ყველა მეჩხუბებით, რომ ბატკნის არ უნდა გაკეთებინა, ხბოს უნდა გაკეთებინა, იმიტომ რომ ჩვენ ესე გვიყვარსო, თქვენც გემრიელად მიირთმევთ. ასე რომ საქართველოში პრინციპში უფრო გავრცელებულია და მიღებული არის ხბოს ჩაქაფული, რადგან ის მძაფრი გემოები, რაც ცხვარს აქვს, ბატკას ნაკლებად აქვს, ბატკას ნაკლებად აქვს და იმიტომ ვაკეთებთ ახლა ბატკნის ჩაქაფულს. ასე რომ აზრი გამექცა, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ ხბოს ჩაქაფული უფრო მოდაშია, ასე ვთქვა და უფრო პოპულარობით სარგებლობს ვიდრე ცხვრის და ბატკნის. თუმცა ორიგინალი ვერსია არის ბატკნის. და ეხლა ვაკეთებ ბატკნისას, რომ თან ისე, რომ არ გაღიზიანდეს ის ადამიანები, ვინც ბატკნის ჩაქაფულს ნაკლებად მიირთმევს. ეხლა დავკეპავ პატარა წვრილ ნაწილებად ბატკნის დუმას და პირველ ეტაპად გავუშვებ ცხიმად, რომ ეს იყოს ერთგვარი დამცავი ფენა სიმხურვალესა და მწვანილებს შორის. ესეც დანიური ლურპაკი, რომელიც ჩაქაფულში შემოინდას ხავერდოვან დაბალანსებულ გემოს და იმ სიმძაფრეს, რაც ბატკნის დუმას აქვს, იმას გააქრობს. პირველ ფენად, როგორც გითხარით, გავუშვით დუმა და კარაქი, ანუ ცხიმი და მერე ვიწყებთ მწვანილების მიქსით. მოიც კარგად ამოურევ. რომ თანაბრად იყოს ყველა ის მწვანილი. რა სუნები წამოვიდა. ყველასთვის ნაცნობს. ონც იცი როგორ სუნი არის, აი ამ ლაყუჩებში რა ქვია ამას, რომ როგორც რომ და გინდება, რომ ჩაქაფული ეხავე გასინჯო. კაი, გავუშვოთ პირველი ფენა მწვანილი. შედარებით ძვლიანი ნაწილები. შედარებით კი არა, თითქმის ძვლიანი ნაწილებია, რომ ბულიონი მეტად გამოუშვას და მძაფრი ბულიონის არომატი გქონდეს. პრინციპში რო დაუკვირდეთ, ჩაქაფული არა რაღაცა უხსოვარი დროის ქართული გასტრონომიის ისტორიული აღმოჩენა. ესაა თანამედროვეობის ბოლო 100 წლეულის კერძი, რომელმაც უნდა ითქვას, რომ თამამად და ისე მსუყე ადგილი დაიკავა ქართულ გასტრონომიაში და იმასაც ვიტყვი, რომ მსოფლიო გასტრონომიაშიც. ასე რომ ეს იმის სტიმულს გვაძლევს, რომ არ ჩავჯდეთ ჩარჩოებში და თამამები ვიყოთ ახალი კერძის შექმნისას. არ მოვექცეთ რაღაც მარწუხებში, გინდა თუ არა, რომ ეს ისტორიული და ამის იქეთ არ განვითარდეთ, პირიქით, რაც უფრო ახალს და კარგს შევქმნის, მით უკეთესი ქვეყნისთვის და ქართული გასტრონომიისთვის, კულტურისთვის. ხო, ფენა ეხა ეს ყველამ ვიცით, რომ უნდა გაუშვათ და აქ არ დაგვავიწყდეს, რაც მთავარია, ტყემალი. ტყემალს ესე თამამად ვერ გეტყვით ზუსტად რა რაოდენობა უნდა. თუმცა დამოკიდებული ეს ყველაფერი რომელი ტყემალი არის. ეხა ეს არის აი ხიდან დაკრეფილი, აი თითქმის კურკარო ეხა ყალიბდება შიგნით, აი ესეთი ტყემალი. და მუჭაც კი, ერთი მუჭა დაჭირდა აი ამ ხელა ჩახანას, ერთ ფენას. ეხა ისე მწვანილი.
ესაა ზეიმი, ამაზე ვიძახი რომ ეს არის ზეიმი გასტრონომიის, გაზაფხულის, ქვეყნის, ბუნების და კაცობრიობის. ჩაკაფულში სხვათა შორის თავიდან როდესაც ჩაიკაფა ხორცი მწვანილებთან ერთად სეზონურად, მაშინ არ დომინირებდა ტარხუნა. თუმცა აი აქაც ვიღაცას ეყო ჩვენ წინაპარ სითამამე და დაამატა ტარხუნა, რომელმაც აიქონიკ კერძად აქცია ეს ყველაფერი. ვინ იცის იქნებ ტარხუნა რო არ დაემატებინათ. შემდეგ ეს კერძი ყოფილიყო რაღაცა მარტივი, ჩვეულებრივი, არაფრით მთქმელი, არაფრით განსაკუთრებული კერძი. ასე რომ მეტი სითამამე და მეტი ახალი კერძი ქართულ გასტრონომიას. და მნიშვნელოვანი დეტალი, რა თქმა უნდა, ღვინო. დასავლეთში კი ვიმყოფებით, გურიაში კერძოდ, თუმცა გვჭირდება უფრო აღმოსავლური, მშრალი, თეთრი რქაწითელი აკვდება ამ ყველაფერს. აქ არის, ესე იგი, გვაქვს 4 კილო ხორცი, მწვანილებზეც ვისაუბრეთ და აქ არის ლიტრა 100 თეთრი ღვინო მშრალი. ლიტრა ღვინოს გავუკეთებ. არავითარი წყალი თავის წვენში და ღვინოში უნდა ჩაიკაფოს. როდესაც ჩაიკაფება, აი მერე შეგვიძლია მოურიოთ. ოპა. ეხა მე მჭირდება დაბალი ცეცხლი, აი ესეთი რაც არის, რადგან არ დავწვა მწვანილი და ხორცი, ნელა დაიწყოს ხორცმა ბულიონის გამოშვება და მე კიდე შევამატებ შეშას. დავახურავ თავზე და ეგ არის. სადაა უკვე ჩვენი ჩაკაფული. თავიდან დაბალი ცეცხლით დავიწყოთ, მერე ცოტა მოუმატეთ და ბოლოს ისევ შევანელეთ, რომ კარგად ჩაითუშოს. ოჰოჰოჰო. ეხა ყველაზე ეპიკური მომენტი დაგემოვნების. წვენი უნდა გადმოვიღო კარგად. არა, მართლა ჩაკაფული უნდა იყოს ბატკნის. და პურის გარეშე ამ ყველაფრის დაგემოვნება არის გამორიცხული. ძალა აღარა მაქვს. მართლა ცხონება, ნუ მეფერები კატა. მაინც არ გაჭმევ ამას.
ძალიან გემრიელია, უნიკალური არის და ზუსტად იმ რეცეპტორებს, რაც აი მთელი დღის განმავლობაში ელოდება ამ სიმჟავეს, ხორცის გემოს, ბალახების გემოს, ტარხუნის ძირითადად უფრო უპირატესად, აი ხა ყველაფერი მიიღო და დამშვიდა და დაწყნარდა ეხა. და არის განცხრომაში, მაგას ქვია განცხრომა. ამ განცხრომას დაემატება ჩემი მეორე რიგით ბიძაშვილის მოტანილი ცხელ-ცხელი აჩმა და აქ აიშლება ძალიან მშვენიერი სუფრა. აქვე გეტყვით, რომ თუ გინდათ რომ დაატკბეთ ჯერ მარტო ყურებით ამ ყველაფრის, უნდა გამოიწეროთ და დაალაიქოთ ჩვენი YouTube არხი. ასე რომ გკოცნით და გეხვევით მომავალ შეხვედრა. აი ხო, აი ამ ერთ ნაჭერს ძვლიანს გაჭმე, ცოტა ხორციც აქვს. აბა გასინჯე. შენ გაბლატავდები ამასობაში. ხან ჩიხირთმა, ხან შქმერული, ხან ჩაქაფული. აჰა. ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ გაჩენილი თუ ატყობ მაგ ყველაფერს აქ რომ მოხვდი.